დღეს ძალიან საინტერესო სტატისტიკას წავაწყდი და მინდა ის გაგიზიაროთ. მოგეხსენებათ სულ 3 სავაჭრო დღეა, რაც კომპანია SpaceX-ი გამოჩნდა საფონდო ბირჟაზე. მან ყოველი ამ დღის განმავლობაში მოახერხა ახალი რეკორდის დამყარება, არც დღევანდელი სესია არ ყოფილა გამონაკლისი და მან უკვე მიაღწია პიკურ პერიოდში 2 ტრილიონ 900 მილიარდ დოლარს და ამით მან გადაუსწრო რიგ კომპანიებს, მათ შორის TSMC-ს, ასევე გადაუსწრო Amazon-საც კი, წარმოიდგინეთ Amazon-ზე დიდია უკვე SpaceX-ი და რამდენიმე საათით ის Microsoft-ზე წინაც კი იყო და ამაჩვენებლით ის სოფლიოში იკავებდა მეოთხე ადგილს. თუმცა, როდესაც აი ამ კომპანიების სიას ვუყურებდი, მაშინ გამიჩნდა ესეთი ლოგიკური შეკითხვა, თუ სად იყო ეს კომპანია სახელმწიფოებთან მიმართებით და რა თქმა უნდა ჩავხედე, ასე ვთქვათ, სტატისტიკა სახელმწიფოებისა, მათი მთლიანი შიდა პროდუქტის, ანუ ეკონომიკის მოცულობის მიხედვით და ხო ის აუცილებლად. აღმოვაჩინე, რომ SpaceX იყო რუსეთის ეკონომიკის წინ. დიახ. ილონ მასკის ეს კომპანია უფრო დიდია ვიდრე რუსეთის წლიური მთლიანი შიდა პროდუქტი. ცხადია, აქ რუსეთზე როგორც სახელმწიფოზე ჯამურად არ ვსაუბრობთ, მთლიანი შიდა პროდუქცია საუბარი და არც ყველა აქტივი ჯამზე, მაგრამ მაინც მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზომია, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერესა და პარამეტრებს ზომავთ. და აი ამ მაჩვენებლით საბაზრო კაპიტალიზაცია მშპ-ს წინააღმდეგ, როგორც ჩანს, ინვესტორებისათვის SpaceX-ი უფრო დიდი და მნიშვნელოვანია ვიდრე თავად რუსეთის ეკონომიკა. ეს ერთი საინტერესო სტატისტიკა. მეორე სტატისტიკა, რომელზედაც მინდა გესაუბროთ, უკავშირდება იმას, რომ SpaceX-ი უკვე თავისი მოცულობით უსწრებს ბრაზილიას, კანადას, ავსტრალიას, მექსიკას, ესპანეთს, სამხრეთ კორეას და თურქეთს. ამათ გარდა კიდევ 150 ქვეყანას. ასეთი არის ამ კომპანიის მასშტაბები, რომელიც ჯერაც იმყოფება ზარალზე, მაგრამ იმდენად დიდი ამბიციები და მოლოდინები აქვს, რომ ინვესტორები ფიქრობენ, რომ ის კიდევ ძალიან დიდი მოცულობით გაიზრდება, ამიტომაც აფასებენ ისინი მას ლამის 3 ტრილიონ დოლარად. აი ამ ყველაფრის ფონზე ცხადია ადამიანი, რომელსაც ახლა ხედავთ, ილონ მასკი არის უკვე ტრილიონერი და არა მილიარდერი და დღეს მისმა ქონების შეფასებამ უკვე მიაღწია ტრილიონ 270 მილიარდ დოლარს. ეს 270 მილიარდ დოლარი შესაძლოა გუშინ დაიმატა. დღესაც დაემატება, ალბათ ერთი 150 მილიარდი მაინც და 270 მილიარდი არის დაახლოებით ის ქონება, რასაც ფლობს საერთოდ ჯეფ ბეზოსი. ფაქტობრივად ბეზოსის ქონება დაემატა ერთ დღეში. ასეთი არის ახლა მასკის მოცემულობა. მასკი სხვათა შორის იმდენად დომინანტია, რომ მისი ქონება მხოლოდ და მხოლოდ წელს გაიზარდა თითქმის 654 მილიარდი დოლარით და ის რეიტინგში, ანუ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფ ადამიანს, ლარი პეიჯს, უსწრებს ლამის ტრილიონი დოლარით. მარტივად რომ ვთქვათ, ახლა დღევანდელი მოცემულობით პეიჯი უფრო შორს არის მასკისგან თავისი ქონების მოცულობით, ვიდრე ჩვენ ვართ პეიჯისგან დაშორებულები. აი ასეთი არის მოცემულობა და იმ მათემატიკის აბსურდულობა, რომლის წინაშეც დღეს ინვესტორები და მთელი მსოფლიო არიან.